ჩვენ გადაცემაში კიდევ ერთ ექსპერტსა და სტუმარს ვიწვევთ დღეს. ეს არის აჰმედ ხუსაი. ის არის პოლიტიკური კონსულტანტი, რომელიც ჩვენთან ბაჰრეინის მანამადან ერთვება. ყოველთვის სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ხართ. აჰმედ, ვაფასებთ თქვენ შეხედულებებს. და კიდევ ერთხელ, სოლიდარობა ისრაელიდან, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის, რაც თქვენ და ბაჰრეინის ხალხმა გადაიტანეთ ამ ომის განმავლობაში. ამ ამის მთავარი თემაა, როგორც ჩანს, ან სუმცირე პრეზიდენტ ტრამპისგან, ესე ჩანდა, იყო ის, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ნამდვილად სთხოვენ მას, თავი შეიკავოს და აღარ გადადგას შემტევი ნაბიჯები ირანის წინააღმდეგ. იცით, ჩვენ ცოტა დაბნეულები ვართ და ვფიქრობთ, რამდენად სწორია ეს და რატომ შეიძლება ასე იყოს. აგვიხსენით ეს გთხოვთ. კარგი. მე ისეთი კარგი ექსპერტი არ ვარ, როგორც თქვენი სტუმრები დღეს, მაგრამ ერთი წამით მომეცით საშუალება, რომ ჩემი აზრი გამოვთქვა. მე ვფიქრობ, რომ ეს უკავშირდება იმას, რასაც რეფლექსურ სტრატეგიას უწოდებენ. ეს ჩემი აზრით უკავშირდება იმას, რასაც, როგორც თქვი, განზომილების სტრატეგიას უწოდებენ, რომელიც ნახსენებია. ან ეს არის გადაწყვეტილების მიღების მეთოდი, რომელიც შეგნებულად იყენებს წინააღმდეგობრივ სიგნალებს, ადაპტურ ქმედებებს, ან თვითგაძლიერებად ტენდენციებს მოწინააღმდეგის გადაწყვეტილების მიღების манипуляციისთვის. ეხლა რატო ვამბობ ამას? მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არაფერია გამოცხადებული სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ყველა ეს განცხადება დაუბრუნდეთ მარტში, მაშინ ითქვა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა სთხოვეს აშშ-ის შეეჩერებინა ომი ირანის წინააღმდეგ. შემდეგ აპრილში იგივე არხმა, ან იგივე ადამიანმა თქვა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა სთხოვეს მათ გაეგრძელებინათ ომი ირანთან. და შემდეგ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც გაჟონა შეერთებულმა შტატებმა, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა თავად აიღეს საქმეები ხელში და ირანს შეუტიეს. და დღეს ვისმენთ იგივე წყაროს, რომელიც ამბობს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ტრამპს სთხოვეს ომის გადადება. სიმართლე, ჩემი აზრით, აშკარად სადღაც ამ ყველაფერს შორისაა, რაც მიგვიყვანს ომის კიდევ ერთ რაუნდამდე. ეს როგორც ჩანს, ყველაზე რაციონალური დასასრულია ამ ყველაფერში, როცა სხვადასხვა ანგარიშს ერთმანეთში ურევ, მაინც აშკარად განსხვავებული საგარეო პოლიტიკებია, თქვათ, ემირატებს, ბაჰრეინსა და საუდელებს შორის. ვინ ხელმძღვანელობს სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს პოლიტიკას ირანთან ამ დაპირისპირებაში? ვინ ჩანს, რომ რეალურად ადგენს მომავალ გზას? ორი კვირის წინ ჯედაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც ძირითადად ყველა სპარსეთის ყურის ლიდერი იყო, ომანის გარდა. როცა ვამბობთ ომის შემდეგ ვინ ხელმძღვანელობს სპარსეთის ყურეს, ეს იქნება საშიში განცხადება და შეიძლება მიგვიყვანოს ან შეგვაცდინოს იმისგან, რომ სწორად გავიგოთ მოვლენები ისე, როგორც ისინი დღეს არის. როცა ვამბობთ, რომ ერთი ქვეყანა მთელ რეგიონს ხელმძღვანელობს, ეს არასწორი შეფასება იქნება. ჯედაში გამართულ იმ შეხვედრაზე ბევრი ზომა და ბევრი გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული. თუ ვიტყვით, რომ საუდის არაბეთი რეგიონს ხელმძღვანელობს, ეს მარტივი განცხადებაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არაბთა გაერთიანებულ ემირატებს, ბაჰრეინს, ყატარს, ქუვეითს და თუნდაც ომანს ამ ყველაფერში სიტყვა არ აქვთ. ეხლა როცა ეს განცხადება გაკეთდა, უნდა გავიგოთ, რომ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს თითოეულ ქვეყანას თავისი გეგმა აქვს. თუმცა ამავე დროს სპარსეთის ყურეში ერთად და კოლექტიურად ვფიქრობთ. რთულია განსაზღვრო რა გამოვა ამ ყველაფრიდან, მაგრამ მე უბრალოდ აღვნიშნე წინააღმდეგობრივი განცხადებები, რომლებიც ჩემი აზრით სპარსეთის ყურის ქვეყნებს უფრო ფართო ჩარჩოში თანამშრომლებად აერთიანებს. მაგრამ განსხვავებები მხოლოდ მცირე მასშტაბზე იქნება. დღეს მედიას არც ერთ ინფორმაციაში არ ვენდობი, მაგრამ ვენდობი ქმედებებს. და ამ ეტაპზე სპარსეთის ყურის ქვეყნებმა მთელ მსოფლიოს გულისხმობ როგორც მეგობრებს, ისე მტრებს, აჩვენეს, რომ ერთად მუშაობთ. მოусმინეთ გარედან ბევრი ანალიტიკოსის აზრს ვისმენ. მეც ვცდილობ, რაც შეიძლება მეც მოусმინო, რომ ამ საკითხზე წარმოდგენა შევიქმნა. ბევრი ამტკიცებს, რომ განსაკუთრებით საუდელები და ის მნიშვნელოვანი ქვეყნები, რომელთა შესახებაც აქ სპარსეთის ყურეში ვსაუბრობთ, ჯერ კიდევ არ აჩვენებენ კაფიო პოზიციას, რადგან შიშობენ, რომ შეერთებული შტატები უბრალოდ დატოვებს არენას, როგორც ჩვენ ვამბობთ, მარცხნივ ან მარჯვნივ. ნებისმიერ შემთხვევაში ის სცენას დატოვებს. და ამას პოლიტიკურად არ გულისხმობ, მაგრამ გულისხმობ იმას, რომ ისინი შიშობენ, რომ შეერთებული შტატები ამ მომენტში მათ მიატოვებს. ეს სწორია? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კვლავაც რჩება მთავარ შეშფოთებად სპარსეთის ყურის მთავარ ქვეყნებში და იმაში, თუ როგორ აყალიბებენ ისინი საკუთარ პოზიციას ირანის მონაწილეობით თუ მის გარეშე.
სრულად ვეთანხმები ამ განცხადებას. ომის პირველივე დღიდან ყველაზე დიდი შიში იყო ის, რომ ისრაელი და შეერთებული შტატები ომს შუა გზაზე მიატოვებდნენ და ეს ფაქტობრივად დაგვტოვებდა ირანთან პირისპირ. ბოლო მინიმუმ 80 წლის განმავლობაში ირანთან სტატუს quo შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, არ ვახსენებ არც პროქსებს და არც მიძინებულ უჯრედებს. და მე თქვენთან ბაჰრეინიდან გესაუბრებით, სადაც ბოლო 11 წლის განმავლობაში ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები შევწყვიტეთ იმ ზიანის გამო, რაც მათ გამოიწვიეს. მაგრამ დღეს აქ დგომისას, რა თქმა უნდა, სპარსეთის ყურის სუვერენიტეტის ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ შეერთებული შტატები ომს შუაგზაზე ტოვებს. ამასთან ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სხვაგვარი პოზიციონირება, განსხვავებული სტრატეგია, რათა ამ სცენარს გაუმკლავდეთ. და ეს არ არის მარტივი სცენარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი უმეტესობა შესაძლებლობებისა კონცენტრირებულია თავდაცვით პოზიციაზე და არა სხვაგვარად. რა თქმა უნდა, ესეა, მადლობას გიხდით, რომ დრო დაგვითმეთ ჩვენს პროგრამაში, აჰმედ ხუსაი ბაჰრეინიდან. მადლობა, რომ შემოგვიერთდით, იყავით უსაფრთხოდ, როგორც ყოველთვის.